დილა მშვიდობის მეგობრებო. დღეს არის 2 ივნისი. ივნისი კი სწორად თქვი, 2 ივნისი და დღეს შემოგთავაზებთ რამოდენიმე საინტერესო აქციას ჩემს კოლეგებთან ერთად. კერძოდ პირველი აქცია, მოდით დავიწყოთ screen-share და პირველი აქცია, რომელსაც შემოგთავაზებთ, ეს არის NUA, New Era Energy and Digital Inc. რომელიც შესანიშნავ დაგროვებაში დგას. იყო ესე იგი შევიწროება კანალის, მერე გაფართოება, ანუ მოხსნეს ლონგისტები და შორტისტები მოხსნეს. ესე და ამ კანალშივე ამ წუთში მოძრაობს. კონკრეტულად იყო გამყიდველი, რომელმაც გააკეთა ახალი მინიმუმი, მერე მყიდველი იყო, რომელმაც განაახლა მაქსიმუმი და გამყიდველი უკვე ვეღარ ანახლებს მინიმუმს, ანუ გამყიდველი სუსტება და სუსტება ყოველი გაყიდვების ჯერზე. შესაბამისად უკვე გამყიდველმა ესე რომ შევაფასოთ, ესე იგი ესე რომ შევაფასოთ, გამყიდველი ანახლებს მინიმუმს, გამყიდველი ანახლებს მინიმუმს, მყიდველი გადაფარა გამყიდველი აი აქ და უკვე გამყიდველი ვეღარ ანახლებს მინიმუმს. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მყიდველების ინტერესი დიდია და გუშინ დავინახეთ, რომ მყიდველები შემოვიდნენ უკვე და გამიუახლოვდნენ ჩვენს დონეს. ზუსტად ჩვენ დონეზე მოვიდა და აქედან ახლა გამოჩნდება გამყიდველი და ვნახოთ როგორი გამყიდველი იქნება ამ დონიდან. ჩემი შესყიდვის წერტილი აქ არის სადაახლოებით $4.95 ფარგლებში აი აქ, აი ამ წერტილში მოვა და აქედან იქნება ძალიან საინტერესო ამ სტოკის შეძენა. შემდეგი, რომელსაც განვიხილავთ, ეს არის GMT, ესეც საინტერესო სტოკია. ეს არის Zoom Info Technologies. ფუნდამენტალზე ჩემი კოლეგა გიორგი გესაუბრებათ, მე უფრო გესაუბრებით ახლა ტექნიკურ მხარეზე, შესვლის წერტილებზე. აქ შესვლის წერტილი არის დაახლოებით 4.21, ანუ როგორც აი აქ ამაკ დახატული, დაახლოებით ესე ველოდებით, ანუ როგორ ეხლა აქ შესვლის წერტილი, იმიტომ რომ დღეს შეიძლება იყოს გამყიდველი, ესე შეიძლება შემდეგ იყოს მყიდველი, ესე წავიდეს და უკვე გამყიდველი რომ გამოვა აი აქედან, აი როგორი გამყიდველი იქნება, თუ სუსტი გამყიდველი იქნება და წამოვა მყიდველი, აი ამ მყიდველს შევერთებით შემდეგ ლონგში, ანუ დაახლოებით ველოდებით ფასს 4.12-ზე, ფასი ზემოთავა, შემდეგ ქვემოთ ჩამოვა და უკვე როგორც კი შემდეგ მივებჯინებით აი აქ, აი აქედან უკვე წავალთ ზემოთ, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი დონე. ერთი აქცია, რომელიც მე შემოგთავაზეთ და გითხარით, ეს იყო FJT. FJT ჩემი ვარაუდი და ნახოთ ახლა როგორ იქნება, ანუ გუშინ გაიზარდა 33%, თლიანობაში 33%, 35%, ანუ ჩემი შესვლის წერტილი და გუშინ მე ამ აქციაში შევედი, გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს 10% დავხურე აქ. ეს იყო 3 ერთთან, დაახლოებით აი აქ 3 ერთთან დავხურე პირველი 50% პორტფოლიოსი, დანარჩენი დავხურე 30%-ზე, ნახევარი და კიდე მიკავია უკვე კიდე ნახევარი იმისათვის, რომ დავხურო სადღაც აი აქ უკვე პერეხაიზე, ხაიზე, აი აქ ხაის რო განახლებს, აი აქ დავხურო 66%-ზე, 60%-ზე. ეხლა რას ველოდებით აქ? რადგან აქ უკვე მყიდველი დაფიქსირდა, მყიდველი შემოვიდა, ველოდებით ახლა გამყიდველს, ანუ მყიდველი შემოვიდა, ველოდებით გამყიდველს და დაახლოებით, ეს უკვე არ აქტუალურია, დაახლოებით აი ესეთ ფორმაციას ველოდებით. ანუ ველოდებით ტესტს, გარღვევა, ტესტი და შემდეგ უკვე წასვლა ზემოთ.
ანუ შესაბამისად თუ იმის უნდა საინტერესო შესვლის წერტილად შეიძლება გამოიყენოთ 8 და 46 აი ამის აი 8 და 46 8 და აი 8 და 46-ის ფარგლებში 45 8 და 45-ის ფარგლებში აი აქ შეიძლება უკვე შეუერთეთ კიდულს. ეხლა გადავცემ გიორგის, გიო. ხო, ეს გამარჯობა. ხო. აიგე ეკრანი და გავაგრძელოთ უკვე ფუნდამენტალური ანალიზით აი ამ კომპანიების. მოგესალმებით, მე მქვია გიორგი. მე შემოგთავაზებთ იმ სამი კომპანიის ფუნდამენტალურ მოკლე ანალიზს, რომელიც გიორგიმ წარმოგიდგინათ. პირველი არის NUI, მეორე FJT და მესამე GMT. დავიწყოთ NUI. NUI არის ახალგაზრდა ენერგო კომპანია. მოდი გავხსნათ ჩვენ გრაფიკი. NUI. როგორც ხედავთ, ეს არის ახალგაზრდა ენერგო კომპანია, რომელიც მუშაობს გაზის და ნავთობის ექსპლორაცია, ანუ ძებნა, მოპოვება და წარმოებაში. სულ სამი აი ამას ბოდიში რომ გაწყობებ, აი ამას დააჭირე ხელი და ჩახურე, იმიტომ რომ მთელი ეკრანი არ ჩანს და ჯობია ჩახურო ეს ნაწილი. აი ამას დააჭირე ხელი. აი გვერდზე მარჯვენა მხარეს განახებ. აი აქ, ჭრდა, აი აქ, ამას დააჭირე ხელი. აი ეს რო ჩახურო ეს მთლიანად. ხო, მაგას დააჭირე ხელი. აი ეს. გავაგრძელთ. ახალგაზრდა ენერგო კომპანია შეიქმნა ის 2023 წელს, ანუ სულ 3 წელიწადს ითვლის ესე იგი მისი არსებობის და ამ პერიოდში ესე იგი სულ ვაკვირდები რა, ანუ თითქმის 3 წელი არ ვაკვირდები, მაგრამ სადღაც 6 თვე მინიმუმ ვაკვირდები და ვატყობ რომ ძალიან ესე იგი მიზნობრივად შეიქმნა, აქვს ძალიან მცირე ვალი და თვითონ ინვესტორებმა ვინც ამ ფულში აბანდებენ იცია საით მიდიან და ამჟამად ივაჭრება $5.60 და გრაფიკიდანაც ჩანს რომ მას აქვს საინტერესო ზრდის მომავალი. ხო, ესე იგი ფუნდამენტური მასში ანალიზისას ჩვენ ესე იგი ძირითადი ყურადღება უნდა გავამეხვილოთ ამ წუთში როგორც ახალგაზრდა კომპანიები ის დიდ მომგებიანობაზე არ არის გასული, მაგრამ თვითონ მასში ჩანს, რა ქვია, ინსტიტუციონალური და ინსაიდერული ინფორმაციიდან, რომელიც NASDAQ-დან შეგვიძლია მოვიძიოთ, ჩანს, რომ კომპანიაში ხორციელდება ძალიან დიდი რაოდენობით ინვესტიციები. და ამ ინვესტიციების ხარჯზე კომპანია ახორციელებს ესე იგი თავის ზრდას, ესე იგი ძირითად კაპიტალში თავს ხედავთ ახლა ჩვენ ამ წუთში მე თქვენ გაჩვენებთ ინსტიტუციონალური ისე რა ქვია ინვესტორების მონაცემებს. 15.5%-ია მთლიანი მასში კაპიტალში, მაგრამ ეს სამწლიანი ახალგაზრდა კომპანიისთვის ნორმალურია. სიაში რაც ხედავთ რომ ყველა ლიდერი, დიდი ინსტიტუციონალები წარმოდგენილია და ყველა აბსოლუტურად აფიქსირებს დადებით პოზიტიურ, ანუ პლუს ინსტიტუციონალური ინვესტიციების დახორციელდება. არც ერთი ინვესტორი არ გასულა. ბოლო 6 თვის მონაცემია და ყველა ზრდის ამ მონაცემს. ინსაიდერები როგორ არიან? ვენგერს აქვს 3000%-ზე მეტი ისა გაზრდილი. მარტო ეს სპეციფიკურად მათ. როგორ? ინსაიდერები როგორ არიან? ინსაიდერები თუ არიან საერთოდ? ხო, ინსაიდერების ინფორმაცია არ ჩანს. ვინაიდან ახალგაზრდა კომპანია ჯერ ეთყობა, ესე იგი, აი
არ ჩანს, არ არის და ნუ არც ფიქრობ რომ იქნება ძალიან დიდი, ნუ NASDAQ-ზე არ ჩანს საინტერესო ინფორმაცია. დასაგებ თავარი არის რომ ინსტიტუციონალები არიან შესული შენ. თავარი ინსტიტუციონალები ძალიან მსხვილი თანხებით არიან შესული. ხო და ზუსტად ამაზე მინდა ამახვილო ყურადღება რომ იგი ეს მსხვილი ინვესტორების შესვლა ფაქტურად კომპანიაში აი ნახეთ ესეთების ზრდას ძირითადი საშუალებების ზრდას და მოპოვებას აქვია ექსპლორაციას ანუ ძებნა და მოპოვება გაზის და ნავთობის სექტორში აძლევს ძალიან დიდ სტიმულს. ესე იგი ექსპერტების ისეც აქვია შეფასებაც პოზიტიურია, აი ნახეთ, არც ერთი ექსპერტი, ორი ისაყავთ, strong buy-ია ორივე ექსპერტი. ანუ strong ძლიერი შესყიდვის რეკომენდაციას იძლევა ყველაზე წამყვანი ესენი რა ქვია ექსპერტი ანალიტიკოსები ბაზრის ხო და კიდევ რა შეგვიძლია ამ ნიუერას შესახებ დანარჩენი გრაფიკის მიხედვით გიორგი თქვა რომ აქვს ძალიან ძლიერი დაგროვება რომელიც აუცილებლად ზრდაში უნდა აისახოს კაპიტალიზაცია მას დიდი არ აქვს ვინაიდან ახალგაზრდა კომპანია მაგრამ 3 წლის მანძილზე უკვე თითქმის 500 მილიონამდე კაპიტალიზაციის ზრდა ესეც უკვე დიდი კარგი მონაცემია ხო ნუ კომპანია არის არა მარტო უბრალოდ ტრადიციული ნავთობის და გაზის მომპოვებელი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, აი როგორც სახელიდანაც ჩანს, New Era Energy and Digital, ანუ ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს, აი თავის იმაში რა ქვია. მომპოვება გადამუშავებაში. და ასევე ძებნის პროცესში. და ამ ციფრული მონაცემებით მას ალბათ რეალიზაციას ახდენს მე, ანუ რაღაც ნაწილს მოძებნილი რეზერვების ახდენს რეალიზაციას, რომელიც შემოსავლს გადავიდეთ შემდეგ კომპანიაზე. გადავიდეთ შემდეგ კომპანიაზე. მოდით, რაც შეეხება ნიუსები გამომჩა, ხო, ნიუსებში რა. ხო, ნიუსებში. ხო, აი ნიუსებში ჩანს, რომ აი ესე იგი ახალი ისინი დაინიშნა, რა ქვია, leadership team-ი, აი ზუსტად ეს არის ტრიგერი, ეს მინდოდა აღნიშნა, რომ 9 საათის წინ გამოვიდა ინფორმაცია, რომ ახალი leadership-ი დაინიშნა იმაში, რა ქვია, კომპანიაში, რომელიც თქვათ ახალ იმას ძენს კომპანიას უფრო მეტ პერსპექტივას, ესე თქვა, და ინვესტორების დაინტერესებას. ეს ახალი leadership-იც ალბათ თვითონ ინვესტორების მითეთად ინიშნება. ძალიან კარგი. ამიტომ იყო რომ გუშინ წავიდა, საინტერესო იყო რა იყო ის კატალიზატორი. ოკეი. აი აქ ნიუსებში აშკარად ჩანს რომ ძალიან დიდი აქტიურობა კომპანიას, აი ბოლო აი 9 საათის განმავლობაში 18 საათის განმავლობაში 4 საათის წინ სრულფლიანად კომპანია აქტიურობს. ანუ ის არა მარტო ამერიკაში, არამედ მექსიკაშიც აქვს მას. ისინი რა ქვია, მოპოვება ძებნის ისინი და იქაც დიდი ისინი აქვს. აი აქედან ჩანს. ამას აღარ გავამახვილებ ყურადღებას. მე დაინტერესების შემთხვევაში თქვენ თვითონ შეგიძლიათ წაიკითხოთ რა დონის ინვესტიციები ხდება. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კომპანიაზე. შემდეგი კომპანია არის GMT. არა, ეს FGT. GMT. თეგი არის ძალიან საინტერესო. ეს ტექნოლოგიური კომპანია. გრაფიკი უაღრესად საინტერესოა, უაღრესად. ჩამოსულია დონეზე, როგორც ტექნოლოგიური კომპანიები, ცოტა ხნის წინ როგორც იცით, S&P-ს ვარდის პერიოდში, ესეც ეცემოდა, თან ეცემოდა მკვეთრად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არაგენერი, ანუ წაგებაზე არ იყო, აი აქ ჩვენ earning-ებს შეგვიძლია მოკლედ გადავხედოთ, რომ ნორმალურია ახლა რაღაც გადაგვიყვანე, გიო, გადაგვიყვანე earning-ებზე, გრაფიკი არ გვაინტერესებს, გადაგვიყვანე earning-ებზე თქო. კი ბატონო. ხო და ჩახურე ის მარჯვენა მხარე. აი ეს. კი ბატონო. ესე იგი კომპანია 2007 წელს დაარსდა, არის ტექნოლოგიური კომპანია.
cloud-based პლატფორმა არის, რომელიც უწევს ციფრულ მომსახურებას მარკეტინგულ და სხვა განვითარების მიმართულებით. გაყიდვებისგან დაახლოებით თითქმის ოდნავ ნაკლები მილიარდზე ნაკლები კაპიტალიზაციით. აი გრაფიკზე შეგვიძლია შევხედოთ, რომ კომპანია აგენერირებს მნიშვნელოვან revenues და earnings განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაზარდა. ეს ცოტა ძველია 25 წლის ბოლო კვარტალს აჩვენებს ახლა, მაგრამ 25 წლის ბოლო კვარტალშიც შესანიშნავი მონაცემები აქვს და 26 წლის პირველი კვარტალი კომპანიას აქვს იმითი რა ქვია, პოზიტიური იმითი და თითქმის პირდაპირ ემთხვევა და უფრო მეტსაც წეს რომელსაც ანალიტიკოსების estimation-ი, რომელიც იდება საპროგნოზო მონაცემები, მას ემთხვევა და აჭარბებს კიდეს, აი ბოლო მონაცემებით, აი 2%-ით მეტია, 1-2%-ით მეტია. ეს დამთხვევა, აი აგერ გრაფიკში რაც კარგად ჩანს, earning-ები კარგ სტიმულს აძლევს ინვესტორებს, რომ კომპანიაში განახორციელონ ინვესტიციები. Forecast-ად შეგვიძლია შევხედოთ, კომპანია ძალიან ჯანსაღი და ეს არის რა ქვია, მზარდია. აი ნახეთ, შეხედეთ. ესე იგი აქ მინდა განახოთ, როგორ კარგად ემთხვევა დინამიკაში, ესე იგი კომპანიის revenue შემოსავალი და მოგება, ანუ earning-ები პირდაპირ სულ დინამიკაში. ერთი შეკითხვა მაქვს ამ კომპანიაზე, გიორგი. ვალი რომ აქვს, აი overview-ში გადავიდეთ და ვნახოთ რატო აქვს ამ ხელა ვალი. კომპანიას აქვს ვალი, მაგრამ ეს ვალი მას არ აწევს იმათ, რა ქვია, financial chance. კი ბატონო, კრიტიკული არ არის მისთვის ეს ვალი. კი ბატონო, ესე იგი სადღაც მილიარდამდე მას კაპიტალიზაცია აქვს და მილიარდ ნახევარი აქვს ვალი. ეს ვალი არის საბანკო ფინანსური ვალი, საბანკო საინვესტიციო ვალი, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ვალის მომსახურების დინამიკას, ის ოდნავ გაიზარდა 25 წელში, მაგრამ ასევე კომპანია დინამიურად ზრდის შემოსავლებს. რაც იძლევა თქვა ინვესტორებისთვის იმის რწმენას, რომ კომპანიას ვალი იმად არ აწევს, რა ქვია, თვითონ არ აწევს და მას იულად ისტუმრებს, მაგრამ თუ ვალის რაოდენობა ზრდის, ეს ძირითად კაპიტალში და მომდენო იმაში რა ქვია, ნოუ-ჰაუში და ნოუ-ჰაუს თვალსაზრისით კომპანიის მომავალი ზრდის, პერსპექტივებს ზრდის. ამიტომ ინვესტორები ამას დიდ იმათ არ უყურებენ რისკად. რისკად არ, მაღალ რისკად არ აღიქვამენ. კარგი. ძალიან კარგი, გადავიდეთ მაშინ ახლა შემდეგ კომპანიაზე. ვარ გაგვიგზელდეს. შემდეგი არის FJT. კარგით. გადავიდეთ ბოლო კომპანიაზე FJT. FJT-ც ძალიან ახალგაზრდა კომპანიაა, როგორც აღნიშნე. კი ბატონო. ეს კომპანიაც ეს არის აეროკოსმოსური კომპანია, რომელიც შეიქმნა 2022 წელს. კი, ჩახურე მარჯვენა მხარე და უკეთესად გამოჩნდება, არ ჩანს ეკრანზე დიდად. მადლობა. აეროკოსმოსური კომპანია, რომელიც არ აქვს ძალიან დიდი კაპიტალიზაცია, 330 მილიონამდე აქვს, მაგრამ არის ძალიან პერსპექტიული, ძალიან ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ემსახურება ესეთ დიდ კომპანიას, როგორც Lockheed Martin. ეს ყველასთვის ცნობილია, მას კონტრაქტები აქვს ამ კომპანიასთან და ფაქტიურად გარანტირებული საოპერაციო ისა აქვს, რა ქვია, მომავალი, რომელსაც ინვესტორები კარგად აღიქვამენ. და ეს გრაფიკშიც კარგად ჩანს. მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ სტეიტმენტში. სტეიტმენტი, აი ახლა თქვენ როგორც ხედავთ, არ გამოიყურება კარგად, მაგრამ ის მოგებას არ აგენერირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შეგვიძლია, ესე იგი, თუ გადავალთ ამ კომპანიის იმაში, რა ქვია, ინსტიტუციონალურ და ინსაიდერულ ინფორმაციას შევამოწმებთ, ნახავთ, რომ ეციტოცეთ კოდიშკიხლეს, ახლა FJT-ში შევიდეთ.
ნახავთ რომ ინსტიტუციონალები ისინი რა ქვია views უნდა დააჭირო გიოხელი F-chat კი ბატონო. აი ინსტიტუციონალურ მაშინ ინფორმაციაში რო გადავალთ არ არის დიდი პრობლემა ვინაიდან ახალგაზრდა კომპანია არის ინსტიტუციონალური წილი დიდი არ არის მაგრამ თვითონ აქტიურობა არის ძალიან მაღალი increased position როგორც ხედავთ არის ძალიან დიდი decrease არის იმდენად მინიმალური მას შეხედოთ აზრი არ აქვს და აქ ბოლო პერიოდში ბოლო 6 თვის მონაცემებით თქვენ ხედავთ რომ როგორ მათ რა ქვია კრიტიკულად დიდი რაოდენობით ზრდიან ინსტიტუციონალები ინვესტიციებს კომპანიაში. ზუსტად აი ეს ინსტიტუციონალური ინვესტიციები პირდაპირ აისახება კომპანიის ძირითად საშუალებებში, რომელიც მე შეგიძლია ანუ კომპანია ზრდის ძირითად საშუალებებს და ესე იგი აი ეს კარგად ჩანს იმაში ფინვიზზე. კარგი, ეხლა ვნახოთ ინსაიდერები. ხო არიან ინსაიდერებში. ინსაიდერული ინფორმაცია მე მგონი აქაც მასშტაბა აი ინსაიდერული ინფორმაციაში დიდი აქტიურობა არ შეინიშნება არ არის იმიტომ რომ კომპანია მთლიანად ესე იგი ინსტიტუციონალური ინვესტიციებიდან იმხელა თანხას აგენერირებს რომელიც მას ჭირდება მომავალი ზრდის მოდი ვთქვათ რომ ეს არის aerospace კომპანია რომელიც აწარმოებს ერთ-ერთი უნიკალური არის თავის დარგში იმიტომ რომ გააჩნია NASA სპეციალური ესე რომ ვთქვათ აი ფრინავები ну არ ვიცი როგორ არის ისრიბჭელები ეს არის რა ანუ სპეციალური ხომალდები გააჩნია NASA-ს რომელიც განავითარებს 2 მახს და ემაზე მეტი ანუ ხმის ჩქარეზე უფრო ორჯერ ჩქარა ფრინავენ რაც ძალიან ეხმარება კოსმოსური ტექნოლოგიების გამოცდაში ესე რომ ვთქვათ და ამ კომპანიას აქვს ძალიან ბევრი კონტრაქტები და აგენერირებს ძალიან უნდა მომავალში დააგენერირებს საკმაოდ დიდ მოგებას ამ კუთხით ანუ უნიკალური არის თავისი არსით რა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. რას ფიქრობ გიო შენ? გიო. ალო? კი ბატონო. აქ ვარ. აი ესე იგი FJ-ზე მინდა განახოთ რომ აი ესე იგი კომპანია როგორ ესე იგი ძირითად statement-ი ესე free cash flows რომელიც ის მას აქვს კომპანიაში რომელიც მთლიანად ამ free cash flows აგენერირებს და ბაშურობს ძირითად საშუალებებში. ანუ მას საბანკო ინვესტიციები, საბანკო კრედიტებს აზრდის. ანუ კომპანია არიღებს საბანკო კრედიტებს. ანუ ეს ვალი რაც მას აქვს, ანუ ეს ინვესტიციები რაც ხორციელდება, მთლიანად ინსტიტუციონალური და ინსაიდერული ინვესტიციებია. ეს არის კარგი ნიშანი კომპანიისთვის, იმიტომ რომ მას არ აქვს პრობლემა იმის კაპიტალის მოზიდვის. კარგი გიო. კარგი პერსპექტიული ბიზნესია. კარგი, ამისთვის მინდა და ხალხი გამესვა. გასაგებია. მოგი, მადლობა ყველას მოსვენისთვის დღევანდელ დღეს. ეხლა ჩვენ უნდა წავიდეთ უკვე დავიწყოთ ვაჭრობა. მოვამზადოთ სავაჭრო დღესთვის. გისურვებთ ყველას წარმატებას და დაგვიწერეთ კომენტარები. დავამატებ რეზუმეს ფაქტებს. სულ ყველა სამივე კომპანიის ესე იგი ვოლიუმები, ანუ სავაჭრო ისა არის ძალიან მაღალი. ყველასი აღნიშნავ და ის FJ-ის 9 მილიონს ხლოდება. ანუ 9 მილიონზე ნაკლები არც ერთს არ აქვს და ეს ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ რა დიდ დაგროვებაშია კომპანია და რა დიდი ინვესტორული აქტივობაა შესყიდვებში ამ კომპანიის, რომელიც აუცილებლად ზრდაში აისახება. კარგი ბატონო, წარმატებები ყველას ვაჭრობაში და თუ რაიმე საინტერესო გექნებათ აქცია გასახილულად, მოგწერეთ და განვიხილავთ. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.